გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. გამარჯობა, ეთერშია გადაცემა ვუსმენთ ერთმანეთს, ეს არის რადიო იმედის ახალი სოციალური პროექტი, სადაც მთავარი არის საზოგადოება, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ და დღეს ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. 10 დეკემბერია, ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დღე, შესაბამისად, სწორედ დღეს სახალხო დამცველმა ანგარიში წარადგინა, ეს არის ჩვენი გადაცემის მთავარი თემა, ინტერაქტივი შეკითხვა კი ასეთია, როგორ აფასებთ სახალხო დამცველის ანგარიშს. პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები უკვე ჩართულია და ველოდებით თქვენ ზარებს ნომრებზე 292 1188, 292 1199. დაგვირეკეთ ან გამოაგზავნით მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 917778. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. 292 1188, 292 1199. ვუსმენთ ერთმანეთს. ტრადიციულად ჩვენი გადაცემა ორი ნაწილისგან შედგება. პირველში მთავარ თემაზე ვისაუბრეთ, ხოლო მეორე ნაწილი თქვენი სოციალური პრობლემების თემას და განხილვას ეთმობა. საშუალება გექნებათ დაარეკოთ მეორე ნაწილში პირდაპირ ეთერში ისაუბროთ იმ სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც გაწუხებთ. რადიო იმედი კი ეცდება ამ პრობლემების მოგვარებაში გაგიწიოთ დახმარება. 292 1188, 292 1199 ამ ნომრებზე ველოდებით თქვენ პასუხს კითხვაზე, როგორ აფასებთ სახალხო დამცველის ანგარიშს. უჩან ანუაშულმა დღეს წარადგინა ანგარიში, ალბათ შემთხვევითი არ არის დღევანდელი თარიღი, შემთხვევით არაა შერჩეული, რადგან დღეს 10 დეკემბერია და ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დღეა. სახალხო დამცველმა დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს 2015 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში წარუდგინა, როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, ანგარიში ასახულია მიმდინარე წელს ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მნიშვნელოვანი მიღწევები და პრობლემები, რომელთა დაძლევის გარეშე შეუძლებელი იქნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ძირითადი პრინციპების იმპლემენტაცია საქართველოში. გვაქვს საშუალება უშუალოდ ომბუდსმენისგან მოვისმინოთ თუ კონკრეტულად რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება ანგარიშში. ბატონო უჩა, ამ ანგარიშში ასახული საკითხებიდან რომელი შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემატური? ჩვენ მოვდივართ ფაქტიურად წელი წლის გაანალიზება ყველა იმ ძირითადი ტენდენციების, რომელსაც აღიქვამდა მიმდინარე წელს. ანგარიში საუბარი არის გარკვეულ პოზიტიურ წრეებზეც, გარკვეულ ცვლილებებზე და რეფორმებზე, რომელიც მიმდინარეობს მართლმსაჯულების სისტემაში, სამართლებრივი ორგანოების საქმიანობაში და ზოგადად სამართლის სფეროში, როგორც საჭიროების სისტემაში გატარებულ რეფორმებზე. არის ასევე საკმაოდ დეტალურად საუბარი ძირითად პრობლემებზე. პირველ რიგში ეს არის სასამართლოში არსებულ მდგომარეობაზე, თუნდაც იგივე სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა უკონკურსო დაწინაურების პროცესი, რომელიც არ არის და გამჭვირვალე და რეალურად ფორმალური პროცესი, რომელიც როგორც ფაქტია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ ითვალისწინებს სახელმწიფოს რეკომენდაციებს, როდესაც საუბარი არის მოსამართლეების მხრიდან საქმეების განხილვის დროს პროცედურული ნორმების უდელდარებებზე, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, საშინაკლების დაწესებულებებში და ასევე პოლიციის განყოფილებებში. ამაზეც დეტალურად გვაქვს საუბარი და მეცესაც არაერთი ფაქტი იყო, რომელზეც ჩვენ მოახდინეთ რეაგირება, თუმცა გამოძიების ხრივ შეიძლება ითქვას, რომ პრობლემები არსებობდა. ძირითადად შედეგი არ დამდგარა არაერთ ასეთ საქმეზე და პრობლემატური იყო ზოგადად ეფექტური გამოძიება. პროკურატურის მხრიდან ასეთი საქმეების საუბარი არის ასევე იმაზე, რომ ზოგადად ჩვენს ანგარიშებში 2013-14 წლებში შესული გახმაურებული საქმეების გამოძიება არ არის ბოლომდე მისული პრობლემის თავკესპეროდ გამოყოფ იგივე გენდერული თანასწორობის უარსებულ მდგომარეობას, დალადობა ქალთა მიმართ, ფემიციდის ფაქტები, რომელსაც განსაკუთრებით ჰქონდა ადგილი, მაგრამ ასევე მიმდინარე წელს იყო კვლავ პრობლემატური უმცირესობების მიმართ არსებულ პრობლემებს საუბარი არის სწორედ არაეფექტურ გამოძიებაზე, სიძულვის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებების, რომლებსაც წინა წლებში ჰქონდა ადგილი და რეალურად რაიმე შედეგი სამწუხაროდ არ მოჰყოლია. ასევე როგორც სხვა, მათ შორის შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სერიოზული პრობლემები, შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების კვლავ არ არსებობს და სამუშაო ადგილებზე საკმაოდ დიდია დაშავებულთა და გადასვლათა რაოდენობა, თუმცა შრომის ინსპექცია, რომელიც მოახდენს შრომის უფლებების დაცვაზე მონიტორინგს და ეს მონიტორინგი იქნება სავალდებულო ყველა კომპანიისთვის და გარკვეული სანქციების მექანიზმი დაწესდება, ესეც რა თქმა უნდა კვლავ არ არის გათვალისწინებული და ჩვენ ფაქტობრივად მიმოვიხილავთ ზოგადად მთლიანად ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, განსაკუთრებული აქცენტები არის გაკეთებული ასევე კონფლიქტურ ზონებში, მაცხოვრებელი მოსახლეობის
განყოფილების დარღვევებზე, განსაკუთრებით ასევე ანგარიშზე, რომელიც ცოტა წინ გამომაკვდინეთ და ეხება გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიზნების უფლების შეზღუდვას და ამ მხრივაც ჩვენ ვეცადეთ რომ ანგარიში ყველა ეს საკითხი წამოგვეწია. ეს შეიძლება ითქვას რომ არის ის თემები და ის საკითხები, მასთან დაკავშირებითაც საზოგადოება საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული და წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი დისკუსია და საუბარი გქონდა სწორედ ამ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც აწუხებს თლიანად კარგ საზოგადოებას. რას მენიშნავთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად უფლებების დაცვის მხრივ და რა რეკომენდაციებს მისცემთ ხელისუფლებას? რეკომენდაციები არის საკმაოდ ბევრი, მაგრამ მთავარი შეიძლება ითქვას ის, რომ თემდიგი რეფორმები, რომელიც დაიწყო მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში, პროკურატურის სისტემაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სისტემაში აუცილებელი არის რომ გაგრძელდეს და რაღაცნაირად არ მოხდეს ისე რომ მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდეს ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენს მიერ იყო გაჟღერებული არაერთხელ. აქ საუბარი არის რაზე, რომ ბოლომდე მივიდეს დაწყებული რეფორმები და ეს პროცესი გახდეს შეუცვლელი განსაკუთრებით მომავალ წელს, რადგანაც მომავალ წელი არის გარდამტეხი, ქვეყანაში იქნება არჩევნები, შესაბამისად განსაკუთრებით ამ პერიოდში კიდევ უფრო ორმაგად უფრო მნიშვნელოვანია, რომ იყოს შენარჩუნებული ადამიანთა დაცვის ის ფონდი, რომელიც ქვეყანაში არის მიღწეული და ასევე უფრო მეტი მექანიზმი შეიქმნას იმისთვის, რომ ავიცილოთ ქართულებები და სხვადასხვა ინციდენტები. ჩვენ ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ეფექტურ გამოძიებაზე და პროკურატურის შემდგომ რეფორმირებაზე, რადგან ძალიან ბევრი საქმე სამწუხაროდ კვლავ შეიძლება ითქვას, რომ არის გამოუძიებელი ბოლომდე მისული და როდესაც არ ხდება დროული და ეფექტური რეაგირება კონკრეტულ დარღვევის ფაქტებზე, ეს ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ახალისებს ახალ დანაშაულს და ჩვენ გვახსოვს და გვაქვს სამწუხარო გამოცდილება წინა საარჩევნო პერიოდში მოხდარი არაერთი ძალადობრივი აქტის და ამიტომაც ჩვენ რომ ეს ავიცილოთ აუცილებელი არის ამ მხრივ პროკურატურის მუშაობა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს. ადრინდელი ანგარიშებიდან რითი გამოარჩევდით წლევანდელს? არის თუ არა რაიმე პროგრესი? შეიძლება გარკვეული პროგრესი, მაგრამ ეს ალბათ მე ვფიქრობ გამომდინარეობდა იქიდანაც, რომ ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის სამხედრო გეგმის ფარგლებში კონკრეტული მოთხოვნები, ასე ვთქვათ, ევროკავშირის მხრიდანაც შესაბამისად დაჩქარდა და მოხდა გარკვეულ კანონებში ცვლილებების შეტანა, რომ ზოგადად საქართველოში სტანდარტების ამაღლება მუხდარიყო მთელი რიგი მიმართულებით, მათ შორის იგივე რეფორმები მართლმსაჯულების სისტემაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სოფლების დასაწყისების სისტემაში, ისე როგორც დისკრიმინაციის კუთხით და სწორედ ამის გამოც იყო გარკვეული ცვლილებები, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის რომ ეს პროცესი გაგრძელდეს და რეალურად ეს არ უნდა შეჩერდეს რეფორმები. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი რომ არის რაღაც პოზიტიური ძვრები და ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ცვლილება განხორციელდა საკანონმდებლო ბაზაში, რომლის მიზანიც არის სწორედ რომ გაძლიერდეს და უფრო მეტად სტანდარტები ამაღლდეს ქვეყანაში ადამიანთა დაცვის მიმართულებით. იმედი მაქვს რომ ეს ცვლილებები შემდგომ უკვე რეალურ გაუმჯობესებაზე აუცილებლად მოახდენს გავლენას. სახალხო დამცველისგან უჩან ანუაშვილისგან მოვისმინეთ თუ რაზე არის ძირითადად აქცენტები გამახვილებული წლევანდელ ანგარიში. საინტერესოა სახალხო დამცველის ანგარიშის შეფასება უშუალოდ უფლებადამცველების მხრიდან და ჩვენ გვაქვს საშუალება მოვისმინოთ ლია მუხაშავრიას შეფასებასა და პოზიციას. მადლობა ქალბატონო ლია რომ გამონახეთ ჩვენთან სასაუბრო დრო. როგორ შეაფასებთ სახალხო დამცველის ანგარიშს? ესე იგი, სახალხო დამცველის ანგარიშები ყოველთვის გამოირჩეოდა სიზუსტით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უჩან ანუაშვილია საქართველოს სახალხო დამცველი, ის არის გამოცდილი პროფესიონალი ამ სფეროში და ყველა ფაქტი, რომელიც მისთვის ხდება ცნობილი, შედის მის ანგარიშებში, როგორც ყოველწლიური, ისე თემატურ ანგარიშებში და ის ამ ფაქტების გაანალიზების შედეგად იძლევა ძალიან მკაფიო და ძალიან კონკრეტულ რეკომენდაციებს შესაბამის უწყებებისა და თანამდებობის პირებისადმი. კარგია რომ სწორედ უჩან ანუაშვილის დროს დაიწყო აი ამ რეკომენდაციების განხორციელების და ამოქმედების ქმედითი მექანიზმების შემუშავებაც და დანერგვაც, რაც გულისხმობს იმას, რომ მერე ის მოჰკითხავს ხოლმე ვისაც რეკომენდაცია მისცა რა გააკეთა კონკრეტულად და ანგარიშს ითხოვს და უბრალოდ პარლამენტი უბრალოდ ცნობად არ იღებს მის ანგარიშებს, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა რა თქმა უნდა მდგომარეობა რადიკალურად ხარისხობრივად არ შეცვლა და არ გაუმჯობესებულა, თუმცა წინსვლა და პროგრესი რა თქმა უნდა გვაქვს და ეს ანგარიში კარგად არის სასახული. უფლებათა დაცვის მხრივ თქვენი აზრით ქვეყნისთვის რა რჩება მთავარ გამოწვევად? ვფიქრობ, რომ იმის გამო, რომ საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების პრობლემა
კლავაც რჩება, ანუ სასამართლო სრულად ვერ ახორციელებს თავის ფუნქციას, რაც პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ დარღვეული უფლებების აღდგენა უნდა ხდებოდეს ქვეყნის შიგნით, შიდა სასამართლო მექანიზმების საშუალებით არ უნდა იყოს საჭირო საერთაშორისო სასამართლოსა და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება და სასამართლო რეფორმა, რომელიც ამდენი წელია გამოცხადებული აქვს საქართველოს მთავრობას და კვლავ არ არის დასრულებული, ჩვენ ვერ ვხედავთ ხელშესახებ შედეგებს იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ჩვენი მოსამართლე სასამართლოში იყოს ჩვენთვის ეტალონი მართლმსაჯულების განმახორციელებელი პირისა და ინსტიტუტისა და ჩვენ გქონდეს საზოგადოებაში მაღალი ნდობა ჩვენი სასამართლოს მიმართ. სასამართლო არის ყველაზე ქმედითი მექანიზმი, რაც კაცობრიობას გამოუგონია იმისათვის, რომ დარღვეული უფლება აღიდგინოს მოქალაქემ სასამართლოსათვის მიმართვით, მაგრამ თუ კი სასამართლო ვერ არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კვალიფიციური, რა თქმა უნდა, ეს მიმართვები რჩება ხმად მღაღადებული საუდაბნო საშინა და სასამართლო მართლმსაჯულებას ეფექტურად და ქმედითად ვერ ახორციელებს. ამიტომ ეს მე რამდენი ტალღა უკვე მეოთხე თუ მეხუთე სასამართლო რეფორმის კვლავაც გრძელდება, იმიტომ რომ ყველა ამაზე გველაპარაკება ნატოდან დაწყებული საერთაშორისო ორგანიზაციებით და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებით დამთავრებული. თქვენ როგორც გამოცდილი უფლებადამცველი, რა რეკომენდაციებს მისცემდით ომბუდსმენის ოფისს? იცით რა, ომბუდსმენის ოფისი საკმაოდ მრავალრიცხოვანი გახდა ამ ბოლო დროს და მეჩვენება, რომ ეს ხანდახან მოქნილობას უფრო ამცირებს, ვიდრე საჭიროა. თუმცა ისინი ცდილობენ, მაგრამ იმდენად დიდია ეს აპარატი და იმდენად მრავალრიცხოვანია კოლექტივი, რომელიც მუშაობს, რომ მეჩვენება, რომ მეტი კოორდინაცია და მეტი მოქნილობა იქნებოდა უკეთესი. სხვა მხრივ ისინი ყველა ფრონტზე არიან და ყველა მიმართულებით მუშაობენ, პრაქტიკულად არ არის დარჩენილი სფერო და საკითხი, რომელსაც ისინი არ მოიცავენ. და რა ვიცი, მხოლოდ მინდა რომ წარმატებები უსურვო, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია და ძალიან კარგია, რომ ის ასე კარგად მუშაობს. ომბუდსმენის ოფისის მიერ დღეს წარმოდგენილი ანგარიში შეაფასა უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ, რომელმაც ძირითადი აქცენტი სასამართლო რეფორმის თემაზე გააკეთა. გარდა იმისა, რომ ომბუდსმენის ოფისმა წარმოადგინა დღეს ანგარიში 2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საკუთარი ანგარიში, ასევე პარალელურ რეჟიმში გამოაქვეყნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ამ ანგარიში არსებულ აქცენტებზე და მათ შეფასებებზე ჩვენ გვექნება საშუალება რამდენიმე წუთის შემდეგ, გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბროთ, ჩვენ გველოდება სატელეფონო დიალოგი საერთ თავმჯდომარესთან ანა ნაცლიშვილთან, თუმცა მანამდე შეგახსენებთ, რომ დღეს 10 დეკემბერია ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დღე და სწორედ დღეს წარმოადგინა სახალხო დამცველმა ანგარიში. შესაბამისად, ჩვენი კითხვა ინტერაქტივის ფარგლებში არის შემდეგი: როგორ აფასებთ სახალხო დამცველის ანგარიშს? ამ კითხვაზე თქვენ პასუხს ველოდებით ნომრებზე 292 11 88 292 11 89 ან გამოაგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 91778 გზავნილის ღირებულება თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასში ესაბამება. ეს არის ჩვენი გადაცემის მთავარი თემა, რომელზეც გსურს გავიგოთ თქვენი მოსაზრება, თქვენი პოზიცია, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად ილახება საქართველოში ადამიანის უფლებები, რამდენად შემცირდა ამ მხრივ არსებული ძველი მაჩვენებელი, რა მხრივ გვაქვს ჩვენ პროგრესი და საინტერესო იქნება თქვენი პოზიციის მოსმენა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ტელეფონის ნომრებს 292 11 88 292 11 89 ამ ნომრებზე ველოდებით თქვენ ზარს. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი დასრულებულია, მცირეოდენი სარეკლამო ჭრის შემდეგ ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს და საუბარს გავაგრძელებთ იმ სოციალურ პრობლემებზე, რომელიც თითოეულ თქვენგანს აწუხებს. ჩვენ ბრუნდებით მალე პირდაპირ ეთერში, თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ინტერაქტივის შეკითხვას, როგორ აფასებთ სახალხო დამცველის ანგარიშს. კითხვაზე პასუხებს ველოდებით ნომრებზე 292 11 88 292 11 89. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით 292 11 88 292 11 99. უსმენთ ერთმანეთს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვარ და შეგახსენებთ, რომ ეთერშია გადაცემა რადიო იმედის ახალი სოციალური პროექტი, გადაცემა უსმენთ ერთმანეთს, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანოვა გახლავართ და ველი თქვენ სატელეფონო ნომრებზე 292 11 88 292 11 89
19 ჩვენი გადაცემის ასე ვთქვათ დღის თემა არის სახალხო დამცველის ანგარიში. კითხვა კი შემდეგია, როგორ აფასებთ სახალხო დამცველის ანგარიშს? დარეკეთ ნომრებზე 292 11 88 292 11 99 და გამოთქვით თქვენი მოსაზრება, თქვენი პოზიცია. გარდა იმისა, რომ გაქვთ საშუალება დარეკოთ პირდაპირ ეთერში, ასევე შეგიძლიათ გამოვაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 917778. გადაცემის ამ ნაწილში მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ველოდებით თქვენ სატელეფონო ზარებს, ასევე იმ სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც თქვენ გაწუხებთ და რადიო იმედი გადაცემა უსმენთ ერთმანეთს ფარგლებში ეცდება გაგიწიოთ დახმარება და ამ სოციალურ პრობლემების მოგვარებაში ასე გაგიწიოთ დახმარება და შეგიწყოთ ხელი იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის სოციალური პრობლემები არ გაწუხებდეთ. რაც შეეხება ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის თემას, დღეს 10 დეკემბერია და სწორედ 10 დეკემბერს დაემთხვა ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დღეს დაამტყვია, როგორც ჩანს სახალხო დამცველის ოფისმა დღეს უჩანანუაშვილმა ანგარიში წარადგინა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. ჩვენ გქონდა საშუალება მისგან უშუალოდ მოგვესმინა თუ რაზე გაკეთდა აქცენტები მათ ანგარიშში, ასევე უფლებადამცველი შეფასებაც ჰქონდა და აქვე გითხარით, რომ 2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საკუთარი ანგარიში გამოაქვეყნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში გავესაუბროთ საიას თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილს. გალბატონო ანა, მოგესალმებით. გალბატონო ანა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გესმით ჩემი? მესმით, მოგესალმებით, მივესალმებით მსმენელს და მივულოცავ ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს. მადლობა, ჩვენს შეუერთდებით თქვენს მილოცვას. მადლობა, რომ მოახერხეთ ჩვენთან პირდაპირ ეთერში დიალოგი. ანა, უპირველესად საინტერესოა ალბათ თქვენი შეფასება სახალხო დამცველის ოფისის ანგარიშისა და შემდეგ უკვე გადავიდეთ იმაზე, თუ რითი განსხვავდება თქვენი ანგარიში და რაზეა იქ ყურადღება გამახვილებული. სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ არ მქონდა შესაძლებლობა სახალხო დამცველის ანგარიშს გავცნობოდი, მხოლოდ გამთენისას დავუბრუნდი ბრიუსელიდან და ძალიან შემჭიდრებულ ვადებში მომიწია ჩვენს პრესკონფერენციაზე კონცენტრირება, ამიტომ ამ დროისთვის არ ვიცნობ ამ ანგარიშს, შემიძლია მხოლოდ საიას ანგარიშზე გესაუბროთ. გასაგებია. მაშინ თქვენ ვერც იმაზე მიმპასუხებთ, რა განსხვავებაა თქვენ ანგარიშსა და უჩანანუაშვილის მიერ. შესაბამისად, მაშინ მოგვიყევით რაზე გაქვთ აქცენტები გაკეთებული და ამ წელს თუ არის სხვაობა წლევანდელი ანგარიშისა თქვენი ადრინდელი ანგარიშებისგან განსხვავებით. ეს არ არის ვრცელი ანგარიში, სულ 10 გვერდისაგან შედგება. ვარაუდობ, რომ სახალხო დამცველის ანგარიში ტრადიციულად გაცილებით უფრო დიდია, თუმცა ჩვენ შევეცადეთ ერთად თავი მოგვეყარა იმ საკითხებისთვის, რომელიც წლის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური იყო და რომელზეც ორგანიზაცია ყველაზე უფრო აქტიურად მუშაობდა და აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას. ეს ანგარიში ეხება როგორც კონკრეტულ, ანუ ხაზგასმულია, რომ არსებობს როგორც კონკრეტული საქმეები, სადაც იკვეთება გარკვეული პრობლემები და ტენდენციები, ასევე უარყოფითად არის შეფასებული ის რეალობა, რომ მიუხედავად გარკვეული ნაბიჯებისა, რომელიც ამ მიმართულებით გადაიდგა, ვერ იქნა მიღწეული ისეთი ინსტიტუტების, როგორც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და სასამართლო, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, დამოუკიდებლობა და ეფექტურობა და ყველას გვესმის, რომ როდესაც ამ ინსტიტუტების ფუნქციონირებაში რჩება ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზები, ეს უარყოფითად აისახება ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე. განსაკუთრებული აქცენტი ანგარიში არის დასმული სამართალდამცავთა მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე და იმაზე, რომ სახელმწიფოს არ აქვს ეფექტური რეაგირების პოლიტიკა ასეთ ფაქტებთან მიმართებაში. გასაგებია, რომ მაგალითად მსმენელს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, რომ ასეთი დარღვევები მასობრივ ხასიათს ატარებდა 2012 წლამდე და ეხლა აღარ არის ისეთი მასობრივი ხასიათის, მაგრამ ეს არ გვაძლევს ჩვენ იმის სიმშვიდის უფლებას, რომ თუნდაც ერთი ფაქტი, რომელიც მძიმე დარღვევის სახეს ატარებს, ამას გაუკეთოს სახელმწიფო ignorირება და არ ჰქონდეს რეაგირება. უმეტეს რომ საუბედროთ ჩვენ ერთ და ორ ფაქტზე არ ვსაუბრობთ, არის რამდენიმე ათეული ფაქტი ამ მიმართულებით. ასევე ანგარიში გვაქვს საუბარი ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე და იმ პრობლემებზე, რომელიც სახელმწიფოს რეაგირებას ახასიათებს, ამ პრობლემას წინააღმდეგ საბრძოლოდ, ისევე როგორც უმცირესობების უფლებების მიმართულებით. ასევე არის საუბარი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დარღვევის ფაქტებზე. ასევე არის საუბარი იმ რეალურ საფრთხეზე, რომელიც მიმდინარე წელს დაემუქრა პლურალისტური და კრიტიკული მედია გარემოს შენარჩუნებას საქართველოში. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მედიის თავისუფლება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი 2012 წლის შემდეგ, ისევე როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდა
მაგრამ სამწუხაროდ მიმდინარე წელს ამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარის შენარჩუნება დადგა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს საგანგაშო სიმპტომები, რომელიც ამ წელმა დააფიქსირა, ამაზე გავამახვილოთ ყურადღება, როგორც საზოგადოების, ასევე ხელისუფლების, რათა ეს მონაპოვარი, რომელიც რეალურად არსებობდა 2012 წლის შემდეგ, წყალში არ ჩაიყაროს. ანგარიში ასევე საუბარია გარკვეულ დადებით ნაბიჯებზე და მიღწევებზე, რომელიც ამ წლის განმავლობაში იყო. ასეთი არის მაგალითად ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მთელი რიგი აქტივობების შესრულება წარმატებით. ასეთი არის მაგალითად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება, რომელიც ძალიან პროგრესული კანონია. ის ფაქტი, რომ 2016 წლის 1 სექტემბრიდან, როგორც კანონში არის ჩანაწერი, სახელმწიფოს სპეციალურ პრევენციული ჯგუფის წარმომადგენლებს ექნებათ ფოტოგადაღების უფლება ციხეებში და ასე შემდეგ. თუმცა ასევე საუბარი ანგარიში ორ ფაქტზე, ორ მოვლენაზე, რომელიც ძალიან უარყოფითად აისახება ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე ზოგადად. ეს არის არაფორმალური მმართველობის გავლენა და ეს არის სეკულარიზმის პრინციპის არასათანადო პატივისცემა. ანა, 2015 წლის ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად წინა წელთან შედარებით პატიმართა გარდაცვალების, მათ შორის სუიციდის ფაქტები შემცირებულია. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამ მიმართულებით? ჩვენ არა გვაქვს შეიძლება გქონდეს სტატისტიკა ამასთან მიმართებაში, თუ სახელმწიფოს ანგარიში საუბარია ამ მიმართულებით რიცხვის შემცირებაზე, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანების სიცოცხლეს, როდესაც ეხება საკითხი, სამწუხაროდ სტატისტიკაზე საუბარი ცოტა უხერხული არის, ამიტომ ერთი ადამიანის სიცოცხლეს კი, რომელიც შეიძლება სახელმწიფომ ადეკვატური მოქმედების და ჩარევის შედეგად გადაარჩინოს, მე მგონი იმსახურებს თანაბარ ყურადღება სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან და ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ადამიანების სიცოცხლე მაშინ, როდესაც მათი გადარჩენა შესაძლებელია. ამიტომ კარგია თუ რიცხვის შემცირდა, მაგრამ მე მგონი ეს ისევ და ისევ სიმშვიდის საშუალებას ვერ მოგცემს. გასაგებია. ძალიან საინტერესო იქნებოდა თქვენი მხრიდან რეკომენდაციას თუ რამეს მისცემდით სახალხო დამცველის აპარატს, თუმცა რადგან ალბათ ანგარიშისთვის ჯერ არ მოგიკლავთ, ანგარიში ჯერ არ შეგისწავლიათ, ამისგანაც სავარაუდოდ მე იმედს დავიტოვებ, რომ როგორც მედიის მხრიდან, ასევე საზოგადოების მხრიდან, როგორც სახალხო დამცველის ანგარიშის, ასევე ჩვენი ანგარიშის მიმართ ინტერესი 10 დეკემბრით არ მოიწურება, იმიტომ რომ ეს ანგარიშები არ კეთდება ანგარიშებისთვის, ეს კეთდება იმისთვის, რომ ხელისუფლებას დაეხმაროს გვერდიდან შეხედოს საკუთარ მიღწევებს და საკუთარ ხარვეზებს და მთელი შემდეგი წლის განმავლობაში იმუშაოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, რომ ის პრობლემები, რაც დღემდე არის და რაც ეხება ჩვენ საზოგადოების თითოეულ წევრს, იქნეს აღმოფხვრილი. ამიტომ თუ თქვათ ამ საკითხებზე მედია გაშუქება კვლავ გაგრძელდება, ეს იქნება ძალიან კარგი და დიალოგის რეჟიმი, როგორც თქვათ სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შორის, ვფიქრობ, რომ ეს იქნება მისასალმებელი, იმიტომ რომ ჩვენ მართლაც ძალიან რთული წარსულიდან მოვდივართ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით და სხვათა შორის ესეც არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენი ანგარიში ეხება. აქ საუბარია იმაზე, რომ მიუხედავად არაერთი ექსპერტის და საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციისა, რომ ეს ფაქტები გამოძიებულ უნდა იქნეს, დღემდე სახელმწიფოს არ აქვს მკაფიო და ნათელი პოლიტიკა 2004-2012 წლებში ჩადენილი დანაშაულების მიმართ. გარდა იმისა, რომ აქ კონკრეტული ადამიანების უფლებებია დარღვეული, რომლებიც დღემდე ელოდებიან, რომ მათი უფლებები იქნება აღდგენილი, მათი დაუსჯელად დატოვება ძალიან ცუდ მესიჯს უგზავნის დღევანდელ ხელისუფლებას და ყველა მომავალ ხელისუფლებას. იმიტომ რომ, როდესაც დანაშაული რჩება დაუსჯელი, ეს ახალიცებს ახალ დანაშაულს. ასევე ძალიან სერიოზული პრობლემაა, თქვენ იცით, ამაზე მე ხშირად ვსაუბრობ მედიის საშუალებითაც, რომ ჩვენ ვერ გვექნება გარანტია, რომ არ მივიღებთ თავიდან ციხეში ძალიან რთულ მდგომარეობას, სამართალდამცავების მხრიდან ადამიანის უფლებათა სერიოზულ და მასობრივ დარღვევებს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ის ადამიანები, რომლებიც ამ მძიმე დარღვევებს ჩადიოდნენ 2012 წლამდე, მათი ძალიან დიდი ნაწილი კვლავ სისტემაში რჩება, მათი ნაწილი არის დაწინაურებული და ასეთ პირობებში ჩვენ რა თქმა უნდა
მთელი საზოგადოება დგას სერიოზული რისკის წინაშე. მე არ ვამბობ იმას, რომ სისტემა ერთ ღამეში შეიძლება გაიწმინდოს კადრებისგან, ეს არ იქნებოდა სწორი მიდგომა. ამ ადამიანებსაც აქვთ უფლებები და მათი უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა მოხდეს სისტემის გაჯანსაღება, მაგრამ თუ საზოგადოება არ შეთანხმდება იმაზე, რომ დანაშაულს დაერქვას თავისი სახელი და კონკრეტულმა პირებმა პასუხი ააგოს, ხოლო მსხვერპლმა მიიღოს კომპენსაცია ან მოხდეს მისი დარღვეული უფლების აღდგენა იმ ფარგლებში, რა ფარგლებში ეს შესაძლებელია, მაშინ ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება პროგრესზე საუბარი. ამიტომ ადამიანის უფლებები ზოგადად არის საბაზისო ღირებულები, რომელზეც საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, რომ ეს უფლებები ყველას ეკუთვნის და რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება, რომელიც ყველამ ერთად უნდა დაიცვას. აქ სოლიდარობის მომენტით შემოდის, როდესაც შენ გვერდით მყოფის უფლებები ირღვევა და შენ მშვიდად ხარ ან თქვათ არ თვლის საჭიროდ რომ იაქტიურო იმისთვის რომ შენი თანამოქალაქის უფლებები არ იყოს დარღვეული და ხელყოფილი ამ პირობებში ჩვენ ვერ გვექნება გარანტია რომ ხალხ ჩვენ არ გავხდებით უფლება დარღვევის მსხვერპლები. ამიტომ მოქალაქეთა აქტიურობაც ძალიან მნიშვნელოვანია უფლებების დაცვის საკითხში. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე და დაიცვას თავისი მოქალაქეების და მის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი ადამიანის უფლებები თანაბრად. დიდი მადლობა, ანა. მადლობა თქვენ. კარგად ზანდებოდეთ. ან ნაცვლიშვილს საიას თავმჯდომარის უსმენდით პირდაპირ ეთერში, შეგახსენებთ და კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ დღეს 10 დეკემბერია ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დღე. შესაბამისად დღეს სახალხო დამცველმა წარმოადგინა დიპლომატიური კორპუსისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის ანგარიში და ძალიან გვაინტერესებს თქვენი პოზიცია დარეკეთ ნომრებზე 292 11 92 292 11 99 და თუ შეგიძლიათ გაგვეცით კითხვაზე პასუხი თქვენ როგორ აფასებთ სახალხო დამცველის ანგარიშს თქვენ თუ შესწრები ხართ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ამ ბოლო პერიოდში და ზოგადად როგორია თქვენი პოზიცია და მიდგომა ამის მიმართ გარდა იმისა რომ დღეს უჩანა ნუაშვილმა წარმოადგინა ანგარიში თავისი ოფისის მიერ შექმნილი 2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ასევე საკუთარი ანგარიში მოამზადა და პრეზენტაცია მოაწყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სწორედ ამ მათი ანგარიშის აქცენტებზე გვესაუბრებოდა ანა ნაცვლიშვილი საიას თავმჯდომარე ჩვენ კი ვაგრძელებთ პირდაპირ ეთერში თქვენი ზარებისთვის დრო არის ისევ გამოყოფილი როგორც მატყობინებენ უკვე არის მსმენელი ხაზზე და ამ ნაწილში შეგიძლიათ ისაუბროთ როგორც თავარ თემაზე რომელიც დღეს არის სახალხო დამცველის ანგარიში ასევე იმ სოციალურ პრობლემებზე რომლებიც თქვენ გაწუხებთ მსმენელი ხაზზე საღამოშვიდობისა გისმენთ ალო, ესე იგი 2012 წელს მივიღე სომხეთის პასპორტი, იმის გამო კი არა რომ მე ესე იგი ვარყოფი საქართველოს მოქალაქეობას. მე უბრალოდ დაოჯახებული შვილები მყავს 4 შვილი. რუსეთში ცხოვრობენ, რუსეთში ადვილად გასამგზავრებლად. მასწავლებელი ვარ და ხოიცით მოგეხსენებათ მთელი წლის ხელფასი არ გეყოფა რომ ვიზა გამეკეთებინა ამას გზის ფული და რაღაცა და აი შვილებთან ხოიცით აწუხები რამე საჭიროა როცა მიდიხარ და ამის გამო მომივიდა წერილი ესე იგი რომ ესე იგი თქვენი მოქალაქეობის მოხსნის ისა საკითხია ისეთი გამოცხადითო მითხრეს მივედი როდესაც დამიბარეს მაშინათვე წერილის მიღებისთანავე და უპასუხე მათ რომ ესე იგი მე უარს არ ვამბობ საქართველოს მოქალაქეობაზე რადგან მე სიცოცხლე საქართველოში ვცხოვრობ აქ დავიბადე მე სამშობლოდ მიმაჩნია არ ვარ მართალია ქართველი სომეხი ხალი ვარ და ესე იგი არა ქართულენოვან სკოლაში ვასწავლე ქართულ ენას სამსახურიც აქ მაქვს და მთელი სიცოცხლე აქ მივშევდია სტუმრად დასასრულებლად ავიღე ესე იგი რუსეთში გასამგზავრებას ამის გამო ესე იგი ჩემი პასუხი კი არ ისა გაითვალისწინეს რომ მე არ მსურდა საქართველოს მოქალაქეობისთვის უარის თქმა არა და ესე იგი მე-13 მუხლი საქართველოს მოქალაქეობის აი გარკვეულად წერია რომ ეს არის დაუშვებელია ადამიანის მოქალაქეობის ისა ქალბატონო აი ამის გამო მე მირჩიეს რომ ესე იგი აი ეს კონსტიტუციურ სასამართლოსთვის მიმემართა მაგრამ რა ვიცი გადავიფიქრე რა ვიცი შეიძლება აი ესე შოთარის რუსაველი რო იყო და ზოგჯერ თქმას ჯობს არა თქმას ზოგჯერ თქმითაც დაშავდები არ ვიცოდი როგორ მოქცეულიყავი მე შემდეგ ისე მიმართე აი ახლა ვარ მე კანონიერი ორმაგი მოქალაქე დამხეს ნებარ მაგრამ აი იგივე ტირადი ნომერით ესე იგი არა და ეს
მკითხვარი რაც მომცესრო შემერსო ვითომ რაღაც სულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ვიყავი არადა პირიქით მე აღმადგინეს იმიტომ რომ იგივე პირადი ნომერის პასპორტი მივიღე ამ ხრივ თქვენი წოხილი გასაგებია მაგრამ როგორც გისმენთ და ამ გამის ხნის განმავლობაში სანამ მე ისევ მივიღებდი საქართველოს მოქალაქეობას ხო ესე პენსიონერი ხალი ვარ და 5 თვის პენსია დამითვითეს მე ის ახლა თქვენ ორმაგი მოქალაქეობა გაქვთ როგორ ზანით ანუ მოქალაქეობის ორმაგი მოქალაქე ვარ ახლა კანონიერი გასაგებია და ახლა თუ გაქვთ რამე პრობლემა და როგორ მოვიქცე ახლა ეს 5 თვის პენსია რო დამითვითეს მე ახლა მჭირს კატარაქტას საოპერაციო ანუ თქვენი პრობლემა ახლა მდგომარეობის ძალიან მიჭირს ახლა ვერ ვიკეთებ ოპერაციას აი ფინანსური იმის გამო მდგომარეობის გამო და მე მოვიცხოვე განცხადება შევიტანე და პასუხით არ მიმიღია ჩვენ ახლა რამდენიმე წუთის წინ ველაპარაკეთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს და ამ ორგანიზაციას რომ მიმართოთ ალბათ დაგაკვალიანებენ ანუ როგორც ვთქვი თქვენი პრობლემა არის იმ 5 თვიანი პაუზის გამო რომელიც როდესაც ჩაწერებული საქართველოს მოქალაქეობა პენსიაც არ მიიღეთ მოგცემ აი ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ვიკეთებ არადა ხო იცით ახლა კითხვა მიჭირს თუ ვერ გავიკითხავ მოვკვდა მირჩევნია თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ახლა ნუღარ გათიშავს ყურმილს ნუღარ დაკიდებთ უბრალოდ მე გაგიყვათ პირდაპირ ეთერიდან და ეთერს მიღმა ჩვენს პროდიუსერს მიაწოდეთ ინფორმაცია და მოგცემთ ალბათ ჩვენი პროდიუსერი გარკვეულ კონსულტაციას ვის ჯობია მიმართოთ იმისთვის რომ ამ მიმართულებით სწორი ნაბიჯები გადადგათ და თქვენთვის სასურველ შედეგს მიაღწიოთ რამდენადაც ეს შესაძლებელია კანონის ფარგლებში დიდი მადლობა 292 11 88 292 11 99 ეს არის რადიო იმედის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები შეგიძლიათ დაგვირეკოთ ან გამოაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 917778 ძალიან გვინდა გავგზავნოთ პასუხი კითხვაზე როგორ აფასებს სახალხო დამცველის ანგარიშს შეგახსენებთ დღეს 10 დეკემბერია და ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დღეა შესაბამისად ჩვენი მთავარი თემაც სახალხო დამცველის დღევანდელი ანგარიშია გარდა იმისა რომ ამ გადაცემაში მთავარ თემაზე საუბრის საშუალება გეძლევათ ასევე გაქვთ იმისთვის ხელშეწყობაც რომ როგორც ქალბატონი რამდენიმე წამის წინ საუბრობდა პირდაპირ ეთერში თქვენც ისაუბროთ იმ სოციალურ პრობლემებზე რომლებიც გაწუხებთ და ჩვენ ვეცდებით ამ პრობლემების მოგვარებაში გაგიწიოთ დახმარება აქვე შეგახსენებთ რომ რადიო იმედი და სოციალური ვებ პლატფორმა WeHelp.G გადაცემის უსმენთ ერთმანეთს პარკლებში ახორციელებენ ერთობლივ საქველმოქმედო კამპანიას და ვცდილობთ დავეხმაროთ მათ ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ ამ კვირაში ჩვენ 16 წლის გიორგი კალანოვს ვეხმარებით მას თავის ტვინის სიმსივნე აქვს და ოპერაციისთვის 104,000 ლარია საჭირო, საიდანაც უკვე თავმოყრილია 13,000 ლარი დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს WeHelp.G და გიორგი კალანოვის სამედიცინო ისტორია მოძებნოთ შესაძლებლობის პარკლებში გავუწიოთ მას დახმარება იმედი გვაქვს თქვენი თანადგომის WeHelp.G კი ეს არის სოციალური ვებ პლატფორმა სადაც შესაძლებელია ქველმოქმედება ონლაინ რეჟიმში ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანი და მზად ვართ ერთად დაგეხმაროთ როგორც ჩანს სამით ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია ხვალ 17 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ კი ლავ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში მოусმინოთ გადაცემას უსმენთ ერთმანეთს და დარეკოთ პირდაპირ ეთერში ნომრებზე 292 11 88 292 ამ დროისთვის სულ ეს იყო სტუდიაში ჟურნალისტი ზაზა ჭიტანა მუშაობდი ნახვამდის გაგვიზიარეთ დაგვირეკეთ მოგვიყევით ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს ზაზა ჭიტანავასთან ერთად ვუსმენთ ერთმანეთს